ჭიდაობის ფედერაციაში კონფლიქტი ამოწურულია. ლუკა კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ჭიდაობის ოჯახი კი ევროპის ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა შეხვედრა, რომელიც სპორტის სამინისტროს სათათბირო დარბაზში გაიმართა. ლუკა კურტანიძე სპორტის მინისტრს, მწვრთნელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრას არ ესწრებოდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი. სამინისტროს როლი იქნება ის, რომ ჩვენ ურთიერთობა დავარეგულიროთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, გამოვნახოთ საერთო ენა, შესაბამისად ამაში ჩვენ მივიღებთ და ვიღებთ მონაწილეობას და იმედია მომავალშიც უფრო ნაკლები იქნება ესეთი ინციდენტები, რაც თავარია ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ სპორტს არ უნდა მივაყენოთ დარტყმა, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში მოусმინოთ ყველა მხარეს და ვითვითოთ ის პასუხისმგებლობა, რაც არის დაკისრებული. ინციდენტი, რომელიც ინციდენტით იყო, ეს არის მე ვიტყოდი ამოწურული, რამე თუ ჭიდაობის ოჯახი დღეს ერთი მიმართულებით უნდა იყოს, მას ქვია ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა და დიდი გამარჯვებები, რომელიც ერთად უნდა ვიზეიმოთ. ასე რომ ამაზე ყველაზე მთავარი იყო, რომ ჩვენი ერთიანობით, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე. კონფლიქტები რო ეს მოგვარებადი არის, რაც გუშინელი სიტყვით ეხებოდა. ეს მოგვარებადი ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ჩვენ ჭიდაობები ერთი ოჯახი ვართ ყველა. და ეს მოგვარდება და იმედია რომ ესეთი ინციდენტები აღარ გამეორდება და ეხლა რაც შეეხება მწვრთნელების დანიშვნის საკითხს და იმაზე მთელი გუნდი თანახმობ ვართ რომ ისე რაც როგორც დაინიშნა ეხლა ახალი მწვრთნელები რომ დარჩნენ ეს მწვრთნელები მაგაზე იყო ლაპარაკი ძირითადად რა.